გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით კაცმა 14 წლის გოგოზე იძალა და შემთხვევა კი გუშინ მოხდა. დანაშაული 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პრორუს მჟავანაძესა და ფიფიას შორის დაპირისპირებაა. უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობ. თავდასხმის ქვეშ ვარ და უკვე ვფიქრობ, ღირს თუ არა ამ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელება. აცხადებს მჟავანაძე რუსეთიდან. ის ბიზნესმენ მამუკა ფიფიას ბუქარესტში ადანაშაულებს. უცნობია რა ვერ გაიყვეს პრორუსმა თანამოაზრეებმა. მჟავანაძე ასაჯაროებს აუდიო ჩანაწერს, სადაც ისმის ერთმანეთის გინება და შეურაცხყოფა. ქურდის გადაწყვეტილებაა და კაცი უნდა მოვკლაო, მაგი უკვე ბეზპრიძელია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წარმომადგენლების საუბრებს აქვეყნებს. ჩანაწერის მიხედვით მეტსახელად პანწია, იოჟიკა და ბასტი ფინანსურ დავას აგვარებენ. ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის 27 პირი დააკავეს. გამოძიების მიხედვით ისინი მითითებებს საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის მამუკა ჩხაბერიძისგან იღებდნენ. მოდავე მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ და ცემითა და მოკლით ემუქრებოდნენ. სავარაუდოდ აღლითობა პატრულის მოქმედი თანამშრომლის ჩართულობით. ქუთაისელი ქალი პოლიციელსა და მის მეგობარს ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს. როგორც ის ამბობს, ბანკში ძვირფასეულობა ჩაადებინეს და $6,500 და 30,000 ლარამდე თანხა გამოართვეს. ქალის თქმით, როცა ფულის დაბრუნება მოითხოვა, მეგობარი კაცი კბილების ჩალეწვით დაემუქრა. ორივე პირი დაკავებულია.